მოგესალმებით, მაგა მევსალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის და თავისუფლად სოლიდარობა სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს საქართველოში პირველ რიგში. აბსოლუტურად ვეთანხმებ გაბატონ თინას ამ ნაწილში, რომ თავიდან ბოლომდე გააზრებული, მიზანმიმართული და სტრატეგიულად დალაგებული პოლიტიკური ხაზია, რომელსაც ქართული ოცნება მიყვება ევროკავშირთან მტრობის კამპანიის ჭრილში და ახსნა ძალიან მარტივი აქვს, ეს არის დავალება მოსკოვიდან. ეს არის ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს ანტისახელმწიფოებრივად ჩვენი მტრის ინტერესებიდან გამომდინარე. მე არ მინდა ეხლა რაღაცა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ იმიტომ რომ წაბილწა ჩვენი საზოგადოება და ძალიან დააზიანა ჩვენი საზოგადოების აღქმები, აი იმ პროპაგანდისტულმა ჯოჯოხეთმა, იმ ტერორისტულმა აქტმა, რასაც აი იმედი პოზიტივი და ზოგადად ქართული ოცნება თავის პროპაგანდისტული არხებით ახდენს ქართულ საზოგადოებას, რა გავლენას ახდენს და რა ძალადობით არის დაკავებული, ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ სულ სწორად შევფუთო რაღაცეები, მაგრამ რუსეთი მტერია, ამას ვერ შეფუთავ. რუსეთი არის მტერი ძალიან მარტივი და კლასიკური გაგებით. მანამ სანამ ჩემს ტერიტორიაზე, ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე, საერთაშორისო აღიარებულ ჩემს მიწაზე, რუსული სამხედრო ბაზა დგას ჩემი ნების წინააღმდეგ და ორ რეგიონს ჩემს ars ჩემ რეგიონი დაპყრობილი ყავს, ის არის მტერი. მტერი მეტი არაფერი არ არის. საქართველოს არის საქართველოს ისტორია, ეს არის მტრის შემოჭრის და განდევნის ისტორია. ჩვენი ისტორია ეს არის. ჩვენი ისტორია სამწუხაროდ სახელმწიფოებრიობის განგრძობადი ისტორიაც არა, ჩვენი ისტორია არის აი ეს. მტერი რო შემოდის და მე მტერს რო გავყრით. და ეხლა მტერი ჩვენ მიწაზე ყავს და ის მტერია. და როდესაც ჩვენ ინტერესებს, მის ინტერესებს ემსახურები, მაშინ მტერი ხარ. როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს და ეხლა სხვა სანქციების თავარი შინაარსით, მაინც ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ რო უთხრათ, მე ვუთხრა ყოველ შემთხვევაში, ამ სანქციების თავარი მიზანი რა იყო, რა თქვეს ბრიტანელებმა იმედზე და პოზიტივიზე, რომ იმედი და პოზიტივი რაღაცა მარტო იმიტომ კი არ დასანქცირდნენ, რომ აი ამ ბინძური პროპაგანდით მარტო საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს. არამედ დასანქცირდნენ იმიტომ, რომ ისინი რუსეთის სასარგებლოდ დეზინფორმაციას ავრცელებენ, შესაბამისად ჰიბრიდულ ომში, ომის მხარე არის, ომში არიან ჩართულები რუსეთის სასარგებლოდ. ანუ ხალხი, რომელიც 24 საათი ტვინს გილაყებთ, ჩემო ძვირფას თანამოქალაქეებო, რომ შვიდობას იცავს, რომ შვიდობის მხარეს არის, თავად არის მონაწილე ომის ჰიბრიდული კომპონენტის ნაწილია. აი ამას ამბობს ეს სანქციები. ჩემთვის პირველ რიგში მთავარი არის ქართველ ხალხს რას უშვება ეს ხალხი. ქართველ ხალხზე როგორ ძალადობს. მე ვიცი რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები თავის გეოპოლიტიკურ თუ სხვა სტრატეგიულ როგორ თქვა ინტერესებს დაიცავენ. ყველა შემთხვევაში დაიცავენ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ხო ნუ თუ მოუწევთ ამ ხალხს დასანქცირებენ, მაგრამ ამის პარალელურად ჩემთვის როგორც ქართველი პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია იმედი, პოზიტივი და სხვა პროპაგანდისტული არხები, ხო ისინი ხო მარტო არ არიან, ამ შემთხვევაში ისინი მოხვდნენ პაკეტში. რა ძალადობით არიან დაკავებული ქართული საზოგადოებაზე. როგორ ძალადობენ ქართულ საზოგადოებაზე. როგორ აშავებენ უკვე რამოდენიმე წელია ჩვენს მეგობრებს, ნამდვილ მეგობრებს, როგორ გვეუბნებიან მტერზე რომ ის არის მეგობარი. როგორ ხუჭავს თვალს მთელი აი ეს ქართული ოცნების პოლიტიკა, აი ამ რუსეთი თითქოს არ არსებობს ქართულ პოლიტიკურ ნარატივში. ანუ ქვეყანა რომელიც არის დამხრობელი, რომელსაც სამხედრო ბაზა აქვს, ის არ არსებობს. და გვაშინებენ იმით, რომ აი ჩვენ ერთი ხელის მოქნევა ვართ რუსებისთვის. ალბათ ქალბატონო მაგა დამეთანხმებით, რომ არ ვიცი, სულ ეს მაგალითი მომყავს, იმიტომ რომ აღარ მინდა სხვაზე ლაპარაკი. ეს ქვეყანა იმდენად ჩვენ საზოგადოება აი ამ პროპაგანდამ, აი ამ ორი ტელევიზიის უბინძურესმა კამპანიამ და ქართული ოცნების სახელმწიფო პოლიტიკა მიიყვანა იმას, რომ რაღაცა იზოლაციაში ჩაიკეტა. ეს საზოგადოება რაღაცა აღარ იყურება და გარეთ თუ იყურება ჯოჯოხეთს ხედავს და აი ახლოს მინდა ველაპარაკო ჩვენ საზოგადოებას. ხო? აი ხო ერთი კუდის მოქნევა ვართ ქართველებს. კავკასიის ყველაზე მებრძოლ ერს გვაჯერებს უკვე 4 წელია აგერ, ხო? ფაქტობრივად 4 წელი ფაქტობრივად 4 წელია გვაჯერებს ჩვენი ხელისუფალი, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც რუსების ერთი კუდის მოქნევა ვართ. და სომხები ბევრად დიდი სახელმწიფოა, სომხური სახელმწიფო, ან აზერბაიჯანი ბევრად დიდი სახელმწიფოა და აი ის იმის ქოცისგან განსხვავებით სომხეთმა და აზერბაიჯანმა აი ეს მომენტი რუსეთის სისუსტე რეალურად დღეს რუსეთის სუსტია მას ძალიან მძიმე ომი აქვს რომელზეც ამბობენ რომ 3 დღეში მოურჩებიო და აგერ მე რამდენი წელია მიდის და მორჩენას დაახობს არ არის აი სომხეთი აი ეს მინდა რა დავასრულო თუ შეიძლება სომხეთი და აზერბაიჯანი დაუსხლტა ხელიდან დღეს ჩვენთან 2 საათში თბილისიდან სომხეთში რომელიც უახლოესი მოკავშირე იყო რუსეთის რომლის უსაფრთხოების გარანტია იყო რუსეთი რომლის საზღვარს რუსული ჯარი აკონტროლებდა ოდეკაბელს ფორმატში აი ეს ქვეყანა დღეს
შეგვასწრებს ძალიან მალე ევროკავშირში და ამერიკის შეერთებული შტატები ტრამპის აი რუსკოცები რო ყიდიან რომ იზოლაციონისტია რომ ამ ტრამპის შეერთებული შტატები არის უსაფრთხოების გარანტი და აბა ერთი კაი ბიჭია პუტინი და ერთი ტყაველი გადადგას ან რამე გაუკეთოს ან სომხეთს ან აზერბაიჯანს პირდაპირ ტრამპთან ეკრება საქმე და აი ეს გაუმაზეთ ხალხო აი ამ 4 წლის მანძილზე აი ამათმა ღორობამ შალვა პაპუაშვილის იმა რა ქვია ყოველი დილის ბრიფინგზე სადაც გველივით სისინებს და ევროპაზე სისინებს ეს მართლა ჩმორი სიტყვას რუსეთს ვერ ათქმევინებ ხალხო გუშინ თუ დააკვირდით საქართველოს თანამედროვე უმაღლეს პირებს რუსეთი ვერ ათქმევინეს და ეხა ჩვენზე რო ისქნეს გონიათ ჩვენ დაგვაშავეს პირველ რესპუბლიკაზე გადავიდნენ ხალხო კი პირველ რესპუბლიკას გადავიდნენ და პირველ რესპუბლიკას სისტემურად აშავებენ. ნოე ჟორდანია გათახცირებული იყო და მარო მაყაშვილი საბჭოთა ჯარმა მოკლა, სადაც რუსეთი უმრავლესობაა. ეს ჩმორები რუსებს ვერ ახსენებენ და ყოველ დილით სისტემატიურად ევროკავშირის ლანძღვით არიან დაკავებული. აი ამით არიან დაკავებული და პარალელურად ისტორია იწერება. მთელი კავკასიის საქართველოს გარდა უსაფრთხოების გარანტი ამერიკის შეერთებული შტატები გახდა. რატო? იმიტომ რომ რუსეთი არის სუსტი, იმიტომ რომ რუსეთს არაფრის თავი არ აქვს გარდა უკრაინაში ომის წარმოების და იმიტომ რომ ეს შესაძლებლობა ყველა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს და განთავისუფლდეს კოლონიალისტის მარწუხებიდან. ფინეთმა ფინლანდიზაცია ტერმინი არსებობს, როგორც რაღაცა რა ქვია, ერთგვარი ვასალიზაცია და ესეთი პოლიტიკა. თქვენ ახსენეთ რომ ფინეთი გახდა იმის რა ქვია, ნატოს წევრი და ევროკავშირის. ორი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. თქვენ ახსენეთ რომ სომხეთის უსაფრთხოების გარანტი გახდა ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ ავირჩიეთ რუსეთი. რატომ რის გარანტად შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა რუსეთი უსაფრთხოების გარანტად ოკუპანტი ქვეყნის შერჩევა არალოგიკურია. ის რუსეთი აძლევს გარანტიას ძალაუფლების შენარჩუნების არჩევანი ოკუპანტზე ამიტომაც გაკეთდა? რა თქმა უნდა. არჩევანი ოკუპანტზე გაკეთა ჩემი აზრით ერთ-ერთ მხრივ იძულებით ოკუპანტის მხრიდან, მეორე მხრივ ბიძინა ივანიშვილის თავში ახლა ბიძინა ივანიშვილს გონია რომ იქ რაღაცა მართლა გონია ეგეთ რაღაცეები, მე დარწმუნებული ვარ, მართლა გონია რომ იქ ვიღაცა რეპტილოიდებმა და რა ვიცი რაღაცა გლობალური მართლა გლობალური ომის პარტიებმა ვიღაცებმა იქ ფული დაუყადაღეს. იქ ვიხდო რომ ევროპაში არაფერი აღარ ისაქმება და თავის ძველ პატრონს დაუბრუნდა და უთხრა რომ სხვა გზა არ აქვს. თან აი ეს რაღაცა ვასალური მენტალიტეტი ყველაზე მძიმე რამეა ჩემი ყველაზე დიდი ტრაგედია ქართული სახელმწიფოს დღეს ეს არის, რომ მის სათავეში არიან ხალხი, რომელსაც ესეთი მონური მენტალიტეტი აქვს. აი ერთად შეიკრიბენ ეს ყველანი, ესეთი მონურ მენტალიტეტში ცხოვრობენ. აი ამ ტრის, რომელიც ამდენი ხანია გაპარტახებს, განგრევს, განადგურებს, ენას გართმევს, სარწმუნოებას გართმევს, დამოუკიდებლობას გართმევს, ქალებს აუპატიურებს, ჯარისკაცებს გიკლავს, სამოქალაქო იმას რა ქვია, მოქალაქეებს გიბომბავს. აი ეს ამათი ისე ეშინიათ ამ რუსების, რომ აი გაუწუნენ ამ პროცესში, იმიტომ რომ გონიათ რომ მართლა ამათ გონიათ რომ სადღაც მართლაც გონიათ გაუწუნენ როგორ იმიტომ კი არ გაუწუნენ რომ მართლა საქართველოს ადარდებთ და ამ ქვეყნის სტაბილურობა ადარდებთ როგორ შეიძლება ამ ქვეყნის სტაბილურობა გადარდებდეს და ვერ ხვდებოდე რომ მაგალითად რავი შენი მტერი შენი უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება ხალხო ანუ ეს ხო იდიოტიზმია ეს ხო უბრალოდ დებილი უნდა იყო ბოდიში თან გამოთქვისდეს რომ ამის დაიჯერო რომ შენი უსაფრთხოების გარანტი შენი მტერი იყოს ანუ ვისგანაც უნდა დაგიცვას თქვა რომ ის არის ჩემი გარანტორი ანუ ის არ შემოიჭრება დედა დაიგინა ან დაიფიცა აი ამ რეალობაში ვცხოვრობთ რომ შენი მტრის წინააღმდეგ ერთადერთი რამის ეშინია იმ მტერს ეს არის ძალა შიშველი ძალის მეტი პუტინს არაფრის არ ეშინია ვინ არის შიშველი ძალა შეერთებული შტატებია შიშველი ძალა პუტინისთვის და იმის გარანტიები აგერ სომხეთში და აზერბაიჯანში არის და ჩვენ ამას ვერ მივახციეთ ბატონთაზო გამოაცალა თუ არა ბრიტანეთმა ამ სანქციებით ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს თავარი საყრდენი გულისხმობ პროპაგანდისტულ მედიას მინიმუმ მოხდა თუ არა ამით სერიოზული რყევა ამ მიმართულებით ქავადო რომ მაგა თქვენ მაღალი კლასის ჟურნალისტი ხართ და ზუსტად იცით რა მნიშვნელობა აქვს ერთის რეპუტაციას და ის რომ ნახევარი იმ ბიზნესის რასაც თქვათ მედია ბიზნესი ქვია დგას რეპუტაციაზე აქ მხოლოდ რეპუტაციის ნაწილი არ არის აქ ფინანსურ სერიოზულ რყევებზე ვსაუბრობთ ხო კი მესმის ვიტყვი ოღონდ არ მინდა ამაზე განსაკუთრებული ის ვქნა რა ქვია განსაკუთრებული დიდი ის მივანიჭო რა ქვია სტატუსი რატო გეტყვით შეხედეთ კი ცალსახად ძალიან დიდი დარტყმა არის პირდაპირ ძალიან დიდი
თქმა არის ფინანსურათაც, მაგრამ იმედი და პოზიტივი არის ქართული ოცნების ძალაუფლებლების სისტემის ნახევარი, მაგა. და ზუსტადაც მე არ მაქვს ილუზია, რომ ფინანსური პრობლემები შეექმნება. უბრალოდ ის რაც თეთრი ფული იყო, ის შავი ფულით ჩანაცვლება. რეკლამას ვერ მიიტანენ, რა თქმა უნდა ამოივსება. დარწმუნებული ვარ, ამიტომ არ მინდა რომ ცარი მოლოდინები შევქმნა ჩვენ საზოგადოებაში, რომ არ იქა და ჩამოიშლება. რავი, შალვა რამიშვილი გააგრძელებს გასუქებას, ისა რა ქვია, მისი პროპაგანდისტები ქეშით იქნებენ, შეიძლება განვადება ვეღარ გააკეთონ, აქამდე განვადებებს აკეთებდნენ. შეიძლება პირდაპირ საბანკო ტრანზაქციით ბინები ვეღარ იყიდონ და ასე შემდეგ, მაგრამ ქეში, რომელიც ისედაც არსებობდა ამ ტელევიზიებში, ეხლა მთლიანად ამ ქეშით ჩანაცვლდება ყველაფერი. რა ვიცი, გადავლენ ქართულ ბანკში, ეხლა კი ვიზები და მასტერკარდები დაიბლოკებათ, მაგრამ აი რა ხა, არ ვიცი, მე წინასწარი წინსწრებით გეტყვით, რომ საღამოს მათი ეთერები კი, მაგიტომ ამბობ, რომ ვიზები და მასტერკარდები აი საღამოს ეხლა ექვემდებარება. კი ბატონო, ოღონდ საღამოს დარწმუნებული ვარ, რომ მათი ეს რაღაცა მოლაპარაკე თავები და გვამები გამოვლენ და ეთქვენ, რომ ჩვენ არ გვადარდებს პატრიოტიზმის გამო სანქციები არ გვადარდებს. სინამდვილეში როგორ არ ადარდებთ. ძალიან განიცდიან, ან უკვე გამოვიდნენ, არ მიდევნებია თვალყურე. მათთვის უკვე გამოვიდნენ, ამას იტყვიან და ცალსახად ვთქვათ, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მთლიანად გადაიყვანს ქეში დოტაციაზე, გარდა ამ სხვა გზებისა და ამ ქეშსაც მოიზიდავს ისევ იგივე ბიზნესმენებისგან და იმ ხალხისგან, რომელსაც აფინანსებენ ამ ტელევიზიას, ამაში ვარ დარწმუნებული, ამიტომ არ უნდა ველოდოთ მათ დასუსტებას. მათი საძაგელი რეპუტაცია ის მიწასთან გასწორდა, ეხლა საბოლოოდ გლისბილეთი ამ პროფესიაში აიკიდა ყველა იმ ადამიანმა, ვინც იქ მუშაობს. საერთაშორისო მოგზაურობაში ბევრ ამაში პრობლემა შეექმნება, მაგრამ დამიჯერეთ, რომ არ ჩამოიქცევიან. პროპაგანდისტულ არხებს არ უნდა იყვნენ ევროპაში და შეასრულონ თავისი შავი საქმე ევროკავშირის წინააღმდეგ და ჩვენ ევროპარლამენტში არაერთხელ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობას, რომ იგივე სანქციების რეჟიმი გამოიყენოს ამ დიდი გამოწვევა აქვთ. დიახ, ორბანის სახით ალბათ. მან დიდი გამოწვევა აქვთ ევროპაშიც. ძალიან ბევრი სხვადასხვა არხის სახით ევროპაშიც ბევრ ყველა ქვეყანაში თითქმის ძალიან დიდი გამოწვევა არის. ერთის რომ ორბანიც, ფიცოც და არ ვიცი ხა ყველა ექსტრემები და ეს მემარჯვენე, ულტრამემარჯვენეები თუ ულტრამემარცხენეები, რომლებიც რუსებისგან ფინანსდებიან ხოლმე და იქაური პროპაგანდის არხები ადგილზე ყავთ და ეს პრობლემა მათთანაც არ არის მოგვარებული, როგორც ჩვენთან ვერ მოგვარდება, იმიტომ რომ ეგეთი ხელისუფლება აქვს. აქტიურია ვხედავთ ბრიტანეთიც, ევროკავშირის ქვეყნებიც, ამერიკის შეერთებული შტატებიც პერიოდულად მოდით ასე ვთქვათ, რას ახვედრებს პერიოდულობით, ამიტომაც ვთქვი, ახლა მთავარი კითხვაა, რას ახვედრებს შიდა პოლიტიკური სპექტრი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას, რომელმაც უნდა შეცვალოს რეალობა, პოლიტიკურ რეალობას გულისხმობს საქართველოში. მესმის შიდა პოლიტიკურ ასპექტმა ის თავის საქმე უნდა აკეთოს. ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, რომლის ნაწილიც არის საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, მაგრამ ერთი პატარა ნაწილია ჩვენი საქმე არის, რომ აი როგორც აქტიურები არიან და აქტიურად ადევნებენ თვალყურს ჩვენი დასავლელი მეგობრები აქ პროცესს და ეხმარებიან, ჩვენ ასე უნდა გავააქტიუროთ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. აბსოლუტური უმრავლესობა, დამთრგუნავი უმრავლესობა დღეს არის უკმაყოფილო, მაგრამ ამ დამთრგუნავ უმრავლესობას სჭირდება მკვეთრი ალტერნატივის დანახვა, ჩანაცვლების პროცესის დანახვა, ამათი მოშორების პროცესის დანახვა, აი ეს სტატუს კვო გასატეხია. ამაში გვაქვს ჩვენ სერიოზული პრობლემა. გასააქტიურებელი გვყავს ეს საზოგადოება. საზოგადოება თუ გააქტიურდა იმ დოზით, რაც საჭირო იქნება ივანიშვილის რეჟიმზე წნეხისთვის, აი ეს წნეხი აუცილებლად მოიტანს როგორც არჩევნებს, ისე ცვლილებას. დღეს ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ ბოლომდე, ჩვენ მოგვიწევთ, ჩვენ თუნდა ასეთი მომენტები, მაგრამ ეს მომენტები ვერ გამოვიყენებთ. რომელსაც არაერთ შეზღუდვას უმატებენ, როგორ ფიქრობთ, რისთვის თავად ამბობენ, რომ ეს არ არის მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის. მაშინ 2 წელიწადნახევრით ადრე რისთვის ემზადება ქართული ოცნება ეტაპობრივი გაუარესებისთვის, რომ ნელ-ნელა უფრო რთული შესამჩნევი იყოს, როგორი გახდება საარჩევნო კოდექსი? ქალბატონმა მათი მიზანი არის, ისინი არიან ეხლა, ისინი თვლიან არიან უპირატეს მდგომარეობაში, რომ მათ უკვე აღარავითარი კომპლექსი აღარ ამოძრავებთ, რაც აქამდე აკომპლექსებდათ რაღაც დემოკრატიულობანას თამაში, დასავლეთთან ფლირტი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ესენი არაფერი აღარ აქვთ. ისინი თვლიან, რომ პროპაგანდის მანქანა იმდენად მძლავრი აქვს, რომ ყველაფრის გაправება შეუძლიათ, ძალაუფლება უდგათ ახლა უკვე აი ამ რაღაცა პოლიციურ სისტემაზე და ყველა სისტემაში საბოლოოდ ყველა იმას კეტავენ, რა ქვია. ყველა მარწუხ
ხალხს უჭერენ და ყველა ხვრელს ავსებენ და კეტავენ, ესეთია საერთოდ ავტოკრატიის ქცევა. ყოველთვის ისინი ხედავენ დღეს, რომ მათი ოპონენტები ჩვენ თვლიან, რომ ძალიან სუსტ პოზიციაში ვართ, ისინი ხედავენ აი ამ საზოგადოება, რომ არ აქტიურდება იმაზე, რასაც ისინი სჩადიან, ამიტომ იქცევენ ესე, მაგრამ დამიჯერეთ, რასაც მე ვამბობ, რაც გასაკეთებელი გვაქვს ახლა, რასაც ბევრი გვაქვს სამუშაო და სწორად გვაქვს სამუშაო, ყველა პოლიტიკურ აქტორს, ვინც თulit რომ ამ ქვეყნის პატრიოტული გზა არის ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნება და მისი უსაფრთხოების გარანტირება ჩვენი მეგობრების მხრიდან დასავლეთიდან, ვინც ამას თulit ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ აი ეს საზოგადოება გააქტიურდეს და როდესაც წნეხი გაიზრდება, საზოგადოება მთლიანად აი მოითხოვს ივანიშვილისგან, რომ აი ცვლილება საჭიროა, როგორი საარჩევნო კოდექსიც არ უნდა გქონდეთ, რამდენი რობოკოპიც არ უნდა ყავდეთ, რამდენ პრემიასაც არ უნდა აძლევდეთ ნაძირალა ოპერ მუშაკებს, რომლებიც 16 წლის ბავშვებს გაუპატიურებით ემუქრებიან ქუჩაში, როგორ ამაყათაც არ უნდა ეგონოთ, რომ ისინი დგანან აი მყარად ძალაუფლებაში, ერთ დღეში ჩამოიშლება ამაზე ბევრად უფრო მძიმე სისტემა. ერთ საათში და ერთ დღეში ჩამოიშლება ეგ სისტემები, ამის გარანტიას გაძლევთ.